ვიღაცებს რო შეესეოდენ ხოლმე პოლიტიკური თემებით ქართველები და აი ისეც ლანძღა უცხოეთში რა ეგეთი არ ენახათ უცხოელებს რომ ვიღაცამ რაღაცა თქვა აი არა ზერგრაშს რო აკეთებ ხოლმე არა აი ლიბერალური ფლანგი რასაკეთებს რომ ვიღაცამ გააკეთა როგორი განცხადება იცი არ არის მოსაწონი ლიბერალური ფლანგისთვის შეესეოდენ და ისეთი კომენტარები იწერებოდა იმაში რა ქვია გვერდებზე რომ ის გაგიჟდებოდა ის ვიღაცა რომ არ შეუმესია მთელი საქართველოს სხვა ქვეყნებს ეგ არ ახასიათებდა რაღაცნაირად ჩვენთან ეგეთი დამკვიდრდა წარმოდგენ რომ ძალიან თუ იგინები ეგ როგორღაც ინტერნეტში ეგ როგორღაც მე მოხდება ეგ კონვერტირდება რაღაცაში ეგ კონვერტირდება ომის გამარჯვებაში ოღონდ ეხლა თქვენ ხო გადავთ მაგრამ ეგეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ეგეთ მოვლენა მართლა არსებობს მაგას ქვია თავის სახელი აქვს ანუ მაგიური აზროვნება ქვია რომელიც აი რას მთელი რაღაცა კურსებია ხოლმე რომელსაც აი ქალებს მიყიდიან ხოლმე ეგეთ დეგენერატობას რომ აი შენახაც ვიზუალიზაციას თუ მოახდენ 5 წელიწადში რომ მაგრად იცხოვრებ აი რაღაც ჩამოკიდე სურათი და მაგას უყურე მაგარი სახლი და მანქანა და მაგას ესე ვიზუალიზაციად უყურე გაიგე და 5 წელიწადში მართლა ლამბორჯინით ივლი აი ეგეთ რაღაცებს ტენიან მართლა ხალხს და საკმარისად ბევრი შტერია მთელი პლანეტის მასშტაბით რომელიც მაგას იჯერებს და პრობლემა რაშია იცი ეგ ეხა ვიღაცა კონკრეტულ ლოხს რო ფულს მაგაში აწერა ეგ არ არის დიდი ტრაგედია რა მოდი გულწრფელად თქვა ხა ვიღაცა თუ ისეთ შტერია რომ ეგეთ რაღაცაში ფულს იხდის და ჯანდაბას მაგრამ ქვეყნის პოლიტიკა რო ეგრე იმართება რა ესე დავჯექით რა და საქართველოს შევა ნატოში არა ყველამ ერთად ეს საქართველოს შევა ნატოში და ეს რაღაცა ფსიქიკური აი ფსაიკერული ენერგია კონცენტრირდა რაღაცა და წყალი სახით უნდა აიტანოდა თან დროს აი რაღაცა ესე კონცენტრირდა რაღაც მანათობელ ბურთად გადაიქცა და ვჯდა ნატოში და ეს შეიტანა იმას უნდა აგინო იმიტომ რომ ამ ფსიქიკურ ენერგიას იქ რაღაცა ამეხები აქვს გაიგე ვიღაცას რო არ ჯერა ის უნდა ხო შეიძლება რომ ვერ შევიდეთ ნატოში ეს უნდა აგინო ამას გაიგე ხო და იმანაც რომ მე იმისი შემოტევაც ეგეთია რომ სხვათა შორის ხო არის აი ეგეთ ფსიქოლოგიური მომენტია რაღაც წარუმატებლობის მიღების ხო ჯერ როგორაა ჯერ ანუ თავიდან არის სტადია ხო უარყოფა ვაჭრობა არა უარყოფა აგრესია დეპრესია და მე მიღებ არა არის უარყოფა მე არის დაცინვა ხო არა შენ სხვა იმის თავიდან არის ანუ თავიდან ხო არის შოკის მომენტი ჯერ არის უარყოფის სტადია მე არის სიბრაზის სტადია მე არის ვაჭრობის სტადია მე მოდის დეპრესია და ბოლოს მიღება კი ანუ ლიბერალები ხარ არიან მეორე სტადიაში ასაგებია ანუ ეხა არის მრისხანება ლიბერალები სტადიასაც აცდენილ ლიბერალები საერთოდ სტადიაში არ არის ანუ ნახე რაღაცა გაფრინდე ეხა ხო არის უცურდათ ფეხი და გადახტენ აი მაგას გავყვება მოდი ეხა ჩამოვთხრა თავიდან ტრამპი რომ მოვიდა აქ იყო რა ეგ ეგრე ეხა ეს ტყუილა ბაზრობს კაცო ტყუილა ბაზრობს მან სისტემა მართავს სისტემა და ეხა ნახე რას უზამენ პუტინს რას უზამენ აი უზამენ პუტინს ეგ იყო პირველი სტადია ანუ უარყოფის სტადია ეხა არის სიბრაზი და ამან რა თქვა ამის და რამე ხوار ველაპარაკო და შენიც ანუ როგა ეს ანუ მრისხანების სტადია ეგ ვიღაცა ტიპი რო შევიდა მან ეგ ტიპი იყო ვაჭრობის სტადიაზე უკვე გადასული მაგან გაასწრო მოვლენებს იმიტომ აგინეს კაცო მაგას უნდა ეცლია 2-3 კვირა დანარჩენებით მაგ ვაჭრობის სტადიაში გადავლენ შენ ხო არ გონი ეს დანარჩენი ჩარჩებიან მან ტრამპის გნება ეს სიტყვა რომ ეხლა ჩვენ ეხა უნდა გავაკეთოთ აქ ვიღაცა გვჭირდება ლიბერალი კონსერვატორი გვჭირდება რომ ტრამპთან დაალაგებს რა და ეთქვის რომ თან გეი პარადებს ჩავატარებთ მაგრამ თან კონსერვატორები ვიქნებით აქ საქართველოს ჯიგრული რაღაცა ჰოპ აი მაგ სტადიაზე გადავლენ ცოტა ხანში ბევრი არ უნდა მაგაში გადავლენ ლიბერალები ამ ვაჭრობის სტადიაზე მაგრა გაეწელება ანუ ამ მრისხანების სტადია არის სწრაფი ვაჭრობის სტადია გაიწერება იმის ზედავად ვაჭრობის სტადია იქნება როგორ იცი აი ეს რაღაცა ყველაზე მრისხანე
იუნიტია ესე ხო უნდა გაიშვას და აი სალომე ზურაბიშვილს ანუ მომლაპარაკე. ანუ ვიპუსკაიცე კრაკენა ხო არის და აი სალომე გამოუშვიცდე. გამოუშვი და რა მაინტერესებს? ვიღაც ხო და ამ ვაჭრობის სტადიის მერე არის დეპრესიის სტადია, ვიღაცა დადგება და აქ ცხოვრების დედავატირე, მაგრამ სად გავიქცე ბიჭო, ამერიკაში ხდება, ვიღაცა შეიძლება ფანჯრიდან გადმოხდეს. ამერიკაში არ ჩაუშვები. ამერიკაში ხო და აი რას გეუბნები, იცი, აი ჩვეულებრივად ეს ვაჭრობის სტადია რომ მოხდება, შეიძლება რა მოხდეს, იცი, აი TV ფორმულას ფანჯრიდან ვიღაც გადმოვარდა, გადმოხტა. შეიძლება მოხდეს, ანუ მე კი არ ვღადავ, კაცო, აქ ვიღაცას 30 წლის ცხოვრება დაენგრევა. მე უბრალოდ ბოლოს იქნება მიღების სტადია. აი როგორი ლიბერალები, აი ცოტა დეფექტური ტიპები არის. იმ ლიბერალიზმშიც არ არიან ბოლომდე. მაგრები და არავინ არ მოიკლავს თავს. იმედია, მე არ მოუწოდებ ხალხო დროზე გადადის მიღების მე უბრალოდ რა მაინტერესებს, იცი, აი ის ტიპი, რომელიც რო დასავლელი იყო და ცოტა რაციონალური ეჭვირო შეიტანა, რომ ეს ჩვენი ვირტუალური გინება საქმეს არ შველის და მაღაზე რომ ეგ ტიპები გაიმარჯვებენ იმათში. კი. ეგ ტიპმაც მე რომ ერთი მიიღო, მეორე, მესამე და თქვენი იმანაც რომ იქით გინება დაუწყო. ანუ იქით რა პონჩი აგინებდა, ანუ რა იმით აგინებდა თქვენი პროდასტავლელი დედავატირე თუ ანუ არა, ნუ თქვენ ყოფილხართ. ეუგნებელი გეიდან ვინ ვარ მე? ანუ თუ პროდასტავლებმა გაგინეს პროდასტავლელს და შენს თქვენი დედავატირე, თქვენი ხო პროდასტავლელი. სად არის მისია გავსაყუდელი სად არის? ეგ მე ვიცი სად არის. ანუ საერთოდ საბოლოო ჯამში საქართველოს ყველაფერი მიდის აი პოლიტიკა ბინძურია რა დამანებე თავი და წავიდა თავის საქმეს ვიქი.